გამოვყოფდი სამ ქალაქს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ესენია ტოკიო, კიოტო და ოსაკა. ერთის მხრივ ტოკიო საინტერესოა, როგორც მეგაპოლისი, ის ძალიან ხალხმრავალი, თუმცა უსაფრთხო ქალაქია. აუცილებლად გირჩევთ ტოკიოს დასათვალიერებლად ადგილობრივი გიდის დაქირავებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ქალაქია და საფუძვლიანად დაათვალიეროთ. ტოკიოსთვის 4-5 დღის გამოყოფას მაინც გირჩევდით. აქედან ერთი დღე აუცილებლად დაუთმეთ ფუჯის მთის, ანუ ფუძიამას ვიზიტს. ის იაპონიის ყველაზე მაღალი მთაა, თუმცა მთის საწყისი ნაწილის მონახულება არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას. ერთდღიანი ტურის ორგანიზება კი შესაძლებელია ტოკიოდან და იდეალურია ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში დაგეგმოთ. ფუჯის ხედის ხილვას კი შეძლებთ ტოკიოდან ოსაკას მიმართულებით მატარებლით გზავრობისასაც კი. ჩვენი შემდეგი გაჩერება ოსაკა იქნება. ტოკიოდან ოსაკამდე მატარებლით გზავრობას გირჩევთ. იაპონელებს აქვთ ეგრეთ წოდებული bullet train, იმის მიუხედავად, რომ მანძილი 400 კილომეტრია, მატარებელი 2 საათნახევარში ჩაგიყვანთ. ოსაკაში გვაქვს ცნობილი თემატური პარკი Universal Studio. ოსაკა არის კომერციული ქალაქი და აქ 2-3 დღე საკმარისი იქნება. აუცილებლად გირჩევთ ოსაკას ციხესიმაგრის მონახულებას და მინამის რაიონში ცხოვრებას, ან გასეირნებას მაინც. ეს ადგილი არის ყველაზე ცნობილი შოპინგის, გასტრონომიის და ღამის ცხოვრების გამო. ოსაკადან კიოტოში უნდა გაემგზავროთ მატარებლით. მაშინ სულ რაღაც 9 საათი დაგეხარჯებათ. კიოტო კი თავის მხრივ ცნობილია ტრადიციებით. ეს არის იაპონიის კულტურული და ტრადიციული ცენტრი. აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველი ბუდისტური ტაძრები, ისეირნოთ ბაღებში და იცხოვროთ ტრადიციულ იაპონურ რიოგანებში. ეს არის იაპონური სასტუმრო ოთახები, რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა მათ მიერ ყოველთვის. აუცილებლად მოინახულეთ ფუშინი ინარი ტაიშა, ეს არის შინტოს აკლდამა და არაშიამას ბამბუკის ტყე. კიოტოში 3-4 დღის გატარებას გირჩევთ. კიოტოდან კი 1-2 დღით მაინც გაიარეთ ტოიამაში, რადგან ეს ადგილი ცნობილია როგორც საუკეთესო სუშის სახლი.